2016 წლის 6 ივლისი. სასტუმრო თბილისი რუმსი რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. 150-ზე მეტი წარმატებული ქალბატონი ბიზნეს სექტორის განვითარებაზე და ქალთა როლის შესახებ ხმამაღლა მსჯელობს. მოგესალმებით, ძვირფასო ქალბატონებო და რა თქმა უნდა ძვირფასო ბატონებო, უმრავლესობაში ვართ დღეს ქალები, მაგრამ ასიც იყო ჩაფიქრებული, დღეს გვაქვს ქალთა ბიზნეს ფორუმი. ევროპული ბაზარი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება საქართველოში და მისი პერსპექტივები. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზეც წარმატებული საქმიანი ქალბატონები ბიზნეს ფორუმზე სახელწოდებით ქალები მომავლისთვის 2016 განიხილავენ. ფორუმი გაეროს განვითარების პროგრამისა და TBC-ის მხარდაჭერით ჩატარდა. დღეს ჩატარდა რიგით მეორე ბიზნეს ფორუმი. ჩვენ ამ ბიზნეს ფორუმს დავარქვით იგივე სახელით ჩვენ ასოციაციას, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ეს აქტუალურია ქალები მომავლისთვის. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში და ზუსტად ფორუმით, ბიზნეს ფორუმი ამას ეძღვნება. პირველი ძალიან წარმატებული ფორმატი იყო, შარშან 100 ქალბატონი იყო ესწრებოდა. ფორუმს წელს კიდევ უფრო გავზარდეთ მასშტაბები, წელს 150-ზე მეტი მონაწილე იყო და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. ბიზნეს ასოციაცია ქალები მომავლისთვის საქართველოში 2014 წლის ოქტომბერში დაარსდა. ორგანიზაცია 5 ქალბატონმა დააფუძნა. ეს იყო მსოფლიო ტენდენციის ერთგვარი გამოძახილი, რომლის თანახმადაც ცივილიზებულ სამყაროში ქალთა როლი არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ბიზნეს სექტორშიც იზრდება. ჩვენი ასოციაცია შეიქმნა 2014 წელს, მას ყავს 5 დამფუძნებელი და ჩვენი მთავარი მიზანი არის, ჩვენი მისია არის, რომ გავაძლიეროთ, ხელი შეუწყოთ ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჯერა, რომ ამით ჩვენ ხელ შევუწყობთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას და მის მდგრად განვითარებას, ასევე თითოეული ვფიქრობთ, რომ ეს აისახება თითოეული ჩვენგანის ოჯახის კეთილდღეობაზე. ორგანიზაცია შედეგზე ორიენტირებულია. ის თავის წევრებს არამხოლოდ კონსულტაციას უწევს, არამედ სთავაზობს განვითარების გზების კონკრეტულ მიმართულებას და წევრებს ბიზნესში წარმატებული ქალბატონების გამოცდილებას უზიარებს. დღევანდელი დღე წარმოუდგენლად საინტერესო იყო, ნამდვილად არ ველოდი. ორგანიზატორების მხრიდან შერჩეული იყო ძალიან ბევრი სხვადასხვა საინტერესო თემები, ისეთებიც კი, რომლებიც შეიძლება ითქვას გაგვიგია, მაგრამ დღეს ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი. ძალიან ბევრი სიახლე შევიტყვეთ როგორც ასოციაციის წევრ კომპანიებზე და ინდივიდუალურ პირებზე, ამავე დროს სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებიც საკმაოდ ფართოდ წარმოგვიდგინეს და თავიანთი საქმიანობის იმდენად საინტერესო მიმოხილვა გააკეთეს, რომ მე ნამდვილად გაოცებული ვარ და აღფრთოვანებული ვარ, ჩემთვის საამაყოა, რომ ჩემი კომპანია ამ ასოციაციის წევრი. სულ რაღაც 10 წლის წინ საქართველოში ბიზნესში ქალთა ჩართულობის საკითხზე პრაქტიკულად არავინ მსჯელობდა. ანდაც ეს დისკუსია მხოლოდ ვიწრო ჯგუფებში მიმდინარეობდა. დღეს კი ქალბატონები ისეთ სექტორებში არიან წარმატებულნი, როგორიც არის სასტუმრო ბიზნესი, მეცხოველეობა, მეღვინეობა, ტურიზმი და სხვადასხვა დარგი. ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ შეკრებილები ამ ბიზნესში, ასე რომ მიმართულების მიცემა, განვითარება ბიზნესისთვის პროფესიონალი ადამიანების მხრიდან მათი რჩევები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამ მიდგომისთვის. ასოციაციას არის შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ასოციაცია რამოდენიმე წელიწადში ძალიან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და რამდენიმე წელიწადში იმედი მაქვს, რომ ასოციაციები ასევე იამაყებს ჩვენი კომპანიით და იტყვის, რომ მათმა ჩანაფიქრა გაამართლა. ასოციაციის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდება რეგიონალური ინფრასტრუქტურა, რომლის ფარგლებში რაიონებში მოღვაწე ბიზნეს ქალბატონები ადგილზევე შეძლებენ მათთვის საჭირო მიმართულებების განსაზღვრას და შემდგომ განვითარებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ რეგიონალური ინფრასტრუქტურა, თითოეულ რეგიონს მივცეთ გარკვეული ავტონომია, ანუ გვეყოლება რეგიონალური კოორდინატორები, რომლებიცაც ექნება თავისივე ბიუჯეტი, ანუ საწევროები იმ რეგიონში გაწევრიანებული მეწარმეების დარჩებათ თვითონ და ადგილზე გადაწყვეტენ, როგორი ღონისძიებები უნდა ჩატარեն, რა მასტერკლასები სჭირდებათ, როგორი ტრენერები, ვინ უნდა მოიწვიონ და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება კოორდინირებული მუშაობა და ვფიქრობ, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება იმისთვის, რომ დასაქმებული ქალები, რომლებიც ვერ წყდებიან 2 დღე და 3 დღე თავის ბიზნესში ჩამოვიდნენ, აქ დარჩნენ და რაღაცა სერვისი მიიღონ, არ გამოაკლდნენ, ასე ვთქვათ, ამ აქტივობას.
უკვე მომავალი წლიდან ქალები მომავლისთვის საქართველოში საერთაშორისო ფორუმის გამართვას გეგმავენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და ზოგადად რეგიონში მოღვაწე ბიზნეს ქალბატონები. ძლიერი ქალი წარმატებული ქვეყნისთვის. სწორედ ეს არის ასოციაციის მიზანი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ქალბატონს აერთიანებს და ბიზნესის განვითარების რეცეპტს სთავაზობს.